მნიშვნელოვანი დარღვევები ინფრასტრუქტურის სამინისტროში. უწყების შიდა აუდიტმა დოკუმენტაციის შემოწმებისას რამაზ ნიკოლაიშვილის მინისტრობის პერიოდში ჩატარებული ტენდერების დროს დაშვებული დარღვევები აღმოაჩინა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით ეჭვს იწვევს რამდენიმე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები. ანა წერეთელი განაგრძობს თემას. ანა, რომელ ტენდერებზე და რა სახის დარღვევებზეა საუბარი? გიორგი, საუბარი ეხება 2010 და 2012 წელს ჩატარებულ ტენდერებს. პირველი ტენდერის შემთხვევაში, რომელიც უკვე გითხარით, ჩატარდა 2010 წელს, საუბარი ეხება თბილისის სენაკილესელის ავტომაგისტრალზე გარე განათების დასამონტაჟებლად გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც უპირატესობა მიენიჭა ესეთ კომპანიას შეპეს Energy Invest Groups. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, ამ კომპანიამ საკმაოდ მაღალი ფასი დაასახელა ტენდერში და მიუხედავად ამისა, გამარჯვება მაინც მის სასარგებლოდ მოხდა. რაც შეეხება მეორე ტენდერს, ეს არის თელავის ქუჩების გარე განათების ბოძების მონტაჟის საკითხი. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ თითოეული ბოძის ფასი ტენდერის ჩატარების დროისთვის, ანუ 2012 წელს შეადგენდა 2800 ლარს, მაშინ როდესაც ამ ბოძებში გადახდილია 6500 ლარი და ასევე აცხადებენ სამინისტროში, რომ მაშინ როდესაც რამდენიმე კომპანიას ჰქონდა წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები, უპირატესობა მიენიჭა საწარმოოს სააქციო საზოგადოება ერის იმედს და შეპეს ჯავას, რომელიც გახლავთ ერთობლივი კომპანია და სწორედ მათ დაიწყეს აღნიშნული სამუშაოები. ორი მიმართულების დარღვევასთან გვაქვს საქმე, რომელიც დამატებით საჭიროებს შესწავლას შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ. პირველი ეხება გარე განათების მოწყობილობებზე სანათის საშუალებების არარეალურად მაღალ ფასებში შეძენას, ანუ საბაზრო ფასებზე გაცილებით უფრო ძვირად მათ შეძენას. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა ზღუდავს ამ დაგვარ რამეს, ანუ ჩვენი ვარაუდით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობასთან გვაქვს საქმე, ხოლო მეორე შემთხვევაში სატენდერო პირობები მომზადებული არის ისეთნაირად, რომ ის კონკრეტული კომპანიების ინტერესებს და საჭიროებებს არის მორგებული, რაც ასევე, რა თქმა უნდა, დამატებით უნდა იქნა შესწავლილი. საუბარია როგორც კახეთის რეაბილიტაციის მიმართულებით გარე განათების სამუშაოებზე, ასევე ცენტრალური მაგისტრალის, ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გარე განათების საშუალებების შეძენაზე. აღნიშნული მასალების მოკვლევა მოხდა რეგიონული სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ. ამ თემასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბრიფინგი ამ წუთებში იწყება და როგორც ჩვენთან საუბარში მინისტრმა განაცხადა, ეს მასალები გენერალურ პროკურატურას დამატებითი მოკვლევისთვის ხვალ გადაეგზავნება. ეს ანა წერეთელი იყო.